ლუდა, რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა არის რეალურად რეპროდუქციული სკრინინგი და რა არის ფერტილობის შენარჩუნება, რატომ უნდა მოვიდე კლინიკაში რეპროდუქტოლოგთან, თუ არა მაქვს არანაირი სიმპტომი, მაგალითად, მაქვს ნორმალური მენსტრუალური ციკლი, არა მაქვს გამონაყარი, არა მაქვს აკნე, არა მაქვს ტკივილი მენსტრუაციის დროს. აი რა მიზეზი უნდა იყოს, რომ მე მოვიდე კლინიკაში და გავიკეთო რეპროდუქციული სკრინინგი. და გვახსოვდეს ქალის ბიოლოგიური საათი და მისი რეპროდუქციული პოტენციალი, რომელიც არის განსაკუთრებით სენსიტიური დროის მიმართ. რას ნიშნავს ბიოლოგიური საათი და როდით იწყება ეს ბიოლოგიური საათი და რა უნდა გაითვალისწინოს წყვილმა თუ ცალკეულმა ადამიანმა? ქალი ზოგადად იბადება და ავესი ოვარიული რეზერვი კვერცხუჯრედების გარკვეული, ანუ განსაზღვრული რაოდენობით. ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ქალთან იწყება გენეტიკურად პროგრამირებული, ეგრეთ წოდებული აპოპტოზის პროგრამა, როდესაც ხდება ამ კვერცხუჯრედების ნელ-ნელა გახარჯვა. დაბადებისას აქვს 1-2 მილიონი და მიმდინარეობს გახარჯვა პუბერტატის პერიოდისთვის უკვე არის 300-400 და უკვე პირველი მენსტრუაციულ ციკლთან ერთად ყოველი ახლა შეიძლება დაებადოს სვენელს შეკითხვა, რომ თუ კი ერთი ფოლიკული მწიფდება ყოველი მენსტრუაციის დროს, რატომ ხდება მილიონობით გახარჯვა? საქმე იმაში არის, რომ ყოველი ერთი მომწიფებული ფოლიკულთან ერთად ათასობით ფოლიკული განიცდის განვითარებას და შესაბამისად მივყავართ ამას იქამდე, რომ უკვე მენოპაუზის ასაკისთვის ფოლიკულების რაოდენობა და რეზერვი პრაქტიკულად ნულს უახლოვდება.